სალომე მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს არხზე. მე ნინა ვარ და დღევანდელ ვიდეოში გესაუბრებით ჩემი ფავორიტი კრეატორების შესახებ სხვადასხვა სოციალური პლატფორმებიდან. ოკეი, მოდით YouTube-ით დავიწყოთ. პირველად ვწერ მსგავს ვიდეოს, ამიტომ არ ვიცი რა გამოვა. რომ გადავხედე ადამიანების სიას სამივე პლატფორმაზე, YouTube, Instagram და TikTok-ი, მივხვდი რომ ყველას შესახებ სამწუხაროდ ვერ გესაუბრებით, იმიტომ რომ მთელი ღამე უნდა ვისხდეთ მაშინ აქ, ამიტომ გადავწყვიტე რომ ძალიან დეტალებისთვის მიმექცია ყურადღება და მხოლოდ ის ადამიანები ამერჩია, რომლებსაც ბოლო 6 თვის განმავლობაში რეალურად ვუყურებთ. YouTube-ზე განსაკუთრებით ძალიან მარტივი სანახავია ვის უყურებ. იმიტომ რომ ისტორიას გიჩვენებს, ხო? რა ვიდეოები გაქვს ნანახი, ნუ თვეებით შეგიძლია მიუთითო, ბოლო 30 დღის განმავლობაში, ბოლო 3 თვის განმავლობაში, ბოლო 6 თვის განმავლობაში. ამიტომ გადავწყვიტე რომ ეგ ძალიან კარგი კრიტერიუმი რომ შევარჩიო კრეატორები, რომლებსაც რეალურად ვუყურებ. არა უბრალოდ გამოწერილი მყავს, არამედ რეალურად აქტიურად ვუყურებ. და ზუსტად ასეთი ადამიანების შესახებ მინდა რომ გესაუბროთ. როგორც წესი, ტყუილ უბრალოდ ნაკლებად მყავს ადამიანები გამოწერილი. ადრე უფრო ვიყავი ეგრე რომ რა ვიცი, ვინც შემხვდებოდა, მე მგონი ყველას გამოწერის ღილაკს ვაჭერდი ხელს, მაგრამ ეგრე ნამდვილად აღარ ვარ, იმიტომ რომ განსაკუთრებულად ვისწავლე საკუთარი დროის დაფასება. საკუთარი საღამოს და დილის დაფასება, როცა ტელეფონს იღებ ხელში, ახალ თვალგახეულზე ან ძილის წინ, ვის სახეს ვხედავ, ვისი ხმა მესმის, ვის ვუსმენ. ძალიან მნიშვნელოვანი არის ეგ. ძალიან დიდი გავლენა აქვს ჩვენზე სოციალურ მედიაზე. გვინდა თუ არ გვინდა. დიდსაც და პატარასაც. რამდენადაც არ უნდა ვიძახოთ, რომ მოდიდად არა ვარ სოციალური მედიის მომხმარებელი, იშვიათად მაინც. ჩვენ რომ გგონია ორჯერ და სამჯერ უფრო დიდ გავლენას ახდენს ჩვენზე სოციალური მედია. თქვენი დროა, თქვენი თავისუფალი დროა, თქვენი სამსახურის პაუზა და შესვენება არის, თქვენი არ ვიცი, საცობში დგომის 1 საათია, თქვენი შვებულებაა, თქვენი უქმეებია. დააფასეთ საკუთარი დრო. იმხელა არჩევანი გვაქვს დღეს, ვის ვუყუროთ და ვის მოვუსმინოთ. არ ვიცი, 10 წლის წინ თუ 15 წლის წინ, ალბათ რაღაც ესეთ სხვა საინტერესო კატეგორიებში ერთ-ორ კრეატორს და ინფლუენსერს თუ იპოვედი. მithumetes წარმომედგენი ახლა ქართულ YouTube-ზე და ქართულ სოციალურ მედიაში კიდევ უფრო რთული იყო, რომ აი ძალიან შეგერჩია ქართულ ენაზე მოსაუბრე კრეატორები, ხო? დარწმუნებული ვარ დროსთან და წლებთან ერთად ეგ პრობლემა არ არის. ამიტომ გადახედეთ ვინ ყავთ გამოწერილი. გადახედეთ თქვენს აბონემენტების სიაში ვინ ყავთ. ვის უყურებთ, ვის უსმენთ, ვის აძლევთ თქვენს თავისუფალ დროს. Engagements. თითოეული ლაიქი, თითოეული კომენტარი, თითოეული გაზიარება, თითოეული ნახვა ამ კრეატორებს აძლევს იდეას, რომ მათი კონტენტი მოგწონთ. სხვადასხვა ძალიან შეიცვალა ჩემი ნიშე, ვის ვუყურებ ყველაზე ხშირად დავაკვირდი. შარშანელთან შედარებითაც კი შეცვლილია. შარშანულ ადამიანები მყავდა გამოწერილი, წელს აღარ ყავს გამოწერილი, დავაკვირდი და დავაფიქსირე. ეს ასეც უნდა იყოს. უნდა ვიცვლებოდეთ. გემოვნება უნდა გვეცვლებოდეს. უნდა ვითარდებოდეთ. და თუ ეს კრეატორები თქვენთან ერთად ვერ ვითარდებიან, არ ვიცი, რამდენიმე ადამიანს გავუქმე გამოწერა მაგალითად მაკიაჟის სფეროდან, იმიტომ რომ აი 20 წლის რო ვიყავი და რო უყურებდი ამ ადამიანებს, აი ფეხს რო იდგავდნენ beauty YouTube-ზე და ვაიმე თვალეშtildeები ჩაშალა რა საოცრად და რა. აი ხო ხდება, რო იწყებოდა ეს ყველაფერი 2010, 2011, 2012. ახლა ეს ადამიანები ისევ 20 წლის გოგოებისთვის რო აკეთებენ ვიდეოებს და თვითონ აღარ არიან 20 წლის გოგოები, მაგრამ იმდენი ბოტოქსი და ფილერი აქვთ, რომ მაინც 20 წლის გოგოებივით გამოიყურებიან. ჩემს თვალის ქვეშ კონსილერი 10 და 12 წლის წინ რო ჯდებოდა, ისევ ვეღარ ჯლებ. ამიტომ ამ ადამიანის ტუტორიალს ჩემთვის აზრი დაეკარგა. იმიტომ რომ არ გაიზარდა ეს, არ დაბერდას გამოყენება არ მინდა უაზრობა. არ გაიზარდა ეს კრეატორი ჩემთან ერთად. ჩემი გემოვნება შეიცვალა, მე მაკიაჟს როგორ ვიკეთებ, ის შეიცვალა, რა პროდუქტებს ვიყენებ, შეიცვალა, ჩემი კანი შეიცვალა. იმ ადამიანთან არაფერი არ შეიცვალა. ეს წარბი სადაც იდგა 20 წლის წინ, ახლაც იქ დგას და აღარ არის ჩემთვის საინტერესო. ამიტომ მაგას გეტყვით კიდე ერთს, განსაკუთრებით ქალბატონებს, აი 35 ზემოთ, 40 ზემოთ. შეხედეთ ვის უყურებთ, განსაკუთრებით როცა სკინკეარს და მაკიაჟს ეხება საქმე. განსაკუთრებით როცა ამორსფეროს ეხება საქმე. 20 წლის გოგოებს რო უყურებთ TikTok-ზე როგორ იკეთებენ მაკიაჟს. და მე თქვენ რო ყიდულობთ იმ პროდუქტებს, გამოიყენებთ სახლში და ვაიმე ჩემს კანზე არსი არ დაჭდა. იმან თქვა რომ არ იწებება კონსილერი თვალების ქვეშ. იმას 20 წლის კანზე ზეთი რო წაუსვა თვალების ქვეშ. ნაოჭი და ხაზი არ აქვს ახლა და რა გაიწებ.
45 წლის ასაკში შენს კანს რანაირად ადარებ იმას, ხო? ანუ მოძებნეთ ასეთი რაღაცეებისთვის თქვენი ასაკის შესაფერისი კრეატორები ინტერნეტში, რომლებიც გაიკეთებენ მაკიაჟს და გამოიყენებენ სკინქერს, რომელიც თქვენი კანისთვის, თქვენი ასაკისთვის, თქვენი სიტუაციისთვის გამოდგება, რომ დრო ტყუილად არ დაკარგოთ და ტყუილად ფული არ გადაყაროთ პროდუქტებში, რომლებსაც ეს ადამიანები აპიარებენ 20 და 25 წლის ასაკში. ვაიმე ნაოჭები, რა შვილო მართვის მოწყობა დიდი ხანია გააქვს, რა ნაოჭი. ბოლო პერიოდში დავაკვირდი, რომ ვუყურებ ბევრ რემონტის ვიდეოს. არ ვიცი რატო, საიდან მოვიდა. აქამდე ბოლო, აი, საფხულიდან მოყოლებული ალბათ. იქამდე მსგავსი კატეგორიიდან არავინ არ მყავდა გამოწერილი და არავისთვის არ მიყურებია. ისიც მსგავს ვიდეოებს მხოლოდ YouTube-ზე ვუყურებ და მსგავსი კრეატორები მხოლოდ YouTube-ზე მყავს გამოწერილი, იმიტომ რომ ეს 6 წამიანი ვიდეო მსგავს თემებში არ შემიძლია. თან დავაკვირდი, რომ აქაც ესეთი ადამიანები მყავს გამოწერილი, რომლებიც აი ნულიდან იწყებენ, საკუთარი ხელით აშენებენ სახლს, საკუთარი ხელით არემონტებენ სახლს და აი კვირიდან კვირამდე ამ პროგრესს რო უყურებ. და რამხელა ენერგიას და რამხელა შრომას დებენ ამ ყველაფერში. არც ამჟამად ასაკთან ერთად მოვიდა თქო, არ ვიცი, მაგრამ აი იმდენად ვაფასებ მსგავს ვიდეოებს. თან მსგავსი ვიდეოები მეტესად არის 9 საათი და მეტი 40 წუთი, 50 წუთი, 1 საათი. და არ ვიცი, ძალიან სასიამოვნო საყურებელი არის ჩემთვის. მე YouTube ჩემი პირველი პლატფორმა, ნომერ პირველი პლატფორმა ნამდვილად, იმიტომ რომ ეს გრძელი კონტენტი, გრძელი ვიდეოები არის ნამდვილად ჩემი თემა. დავაფიქსირე, რომ აი ეს მსგავსი რემონტი და სახლის აშენება და აი საკუთარი ხელით რო აკეთებენ ყველაფერს, რამდენად მამშვიდებს და მსიამოვნებს. ერთ-ერთი ესეთი არის თია ვესტონი, რომელიც ყიდულობს მიტოვებულ სახლებს, რომლებსაც შემდეგ ქალაქი ყიდის უკვე $1, $100, $500. ანუ ბოლო პროექტი, რომელიც დაამთავრა, იყო $1 სახლი. და რაღაცა 60 აქცია იქავრობა. აი ისეთი სასიამოვნო სანახავი იყო ეს პროგრესი, საიდან დაიწყო, აი საიდან დაიწყო ღმერთო, აი ჩამონგრეული კედლები და ნაგავსაყრელი იყო სახლი კი არა. და ეხა თვითონ ცხოვრობს შიგნით. და როგორ აი სარდაფიდან დაწყებული ბაღით დამთავრებული საკუთარი ხელით მამა ეხმარება. მამა ეხმარება თვითონ საკუთარი ხელით ეს ორნი როგორ აშენებდნენ და აწყობდნენ და ალამაზებდნენ ყველაფერს. ძალიან მშვიდად საუბრობს. მაგასაც დავაკვირდი, რომ ბოლო პერიოდში მაგას ვაქცია ძალიან ყურებს. არაფრით არ შემიძლია, რაც არ უნდა საინტერესო თემაზე საუბრობდეს ადამიანის მოსმენა, რომელიც აი კამერას და ეკრანს ახტება. აი წარმოვიდგენია, რომ ამ კამერას და ამ ეკრანს ყოველი კონტენტის ჩაწერის შემდეგ კარგი დეზინფექცია სჭირდება, იმიტომ რომ თუ კი რამის სითხე ქონდა, აი ყველაფერი დატოვა კამერას. რა უბედურება არ, აი ტონს თუ აუწევ, ხმას თუ აუწევ, უფრო დამაჯერებელი იქნები? ხა და ეხლა რო გადავხედე ჩემს სიას, მივხვდი, რომ თითქმის მეგონა ყველა ესეთია თუ კომედიის საერთება საქმე, ხა კომედი ცოტა სხვა თემა. კომედისაც აი სტენდაპის დროს უნდა გაიოფლოს ეხა კარგი. სტენდაპერი. მაგრამ მაგასაც დავაკვირდი, რომ აი ყველა ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული და ჩამოყალიბებული. აი ძალიან მშვიდად რომ შეუძლია წინადადების დამთავრება. ყველა ეგეთი ადამიანი მყავს გამოწერილი. კიდე ერთი ესეთი რემონტის სფეროდან არის კანადელი ინფლუენსერი ჯენა ჰაიპს ან ფიპს, არ ვიცი ზუსტად გვარი როგორ გამოითქმის, იმიტომ რომ მე როგორც ჯენას ისე ვიცნობ. ესენი ჯენა არის კანადელი ინფლუენსერი, სხვადასხვა მივხვდი რომ კანადელები არიან ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანები. ისედაც ამბობენ კანადელებზე რომ ძალიან თავაზიანები არიან და ძალიან მშვიდები და გაწონასწორებული. ჯენა არის ერთ-ერთი ეგეთი, რომელიც თავის პარტნიორთან ერთად აშენებს სახლს. ეს არის ძალიან დიდი პროექტი. თვეები ან წელიწადზე მეტია რომ მიმდინარეობს ეგეთი პროექტი და ორივენი არიან უსაყვარლესი. იცით როგორი არხია და იცით როგორი კონტენტი, აი YouTube-ის ოფიციალურ არხს რო შეხვდებით კომენტარების სექციაში. კომენტარებით ჩემი შოუ იწყება ჩუმათის ღერით. აი ეგეთი კომენტარებით რო შეხვდებით YouTube-ის ოფიციალურ არხს კომენტარებში, აი ეგეთი კონტენტია და ძალიან ბუნებრივები. რაღაცა ფილტრის და ნიღბის გარეშე, აი როგორც მიდის საქმე ისე რომ გაჩვენებენ, კარგსაც და ცუდსაც, წარმატებასაც და იმასაც რომ რაღაც გაფუჭდა და ჩამოინგრა და თავიდან გაკეთება მოუწია და რაღაცა არასწორად შეეს კარის ზომა თურმე არასწორად აიღეს და ერთი სამი თვე კიდე უნდა ელოდონ ეხა ეს კარი თავიდან როდის გამოიგზავნება. ანუ აი რომ მიყვები მათთან ერთად ყოველკვირეულ წარმატებასაც და ტანჯვაწამებასაც, რემონტი რასაც ქვია. არის აი ფეხის მოტეხვიდან და კიბიდან ჩამოვარდნიდან, ну ყველაფერი, ყველა დეტალს და მივხვდი რომ ჯენა ძალიან დიდი სიამოვნებით ვუყურებ თან მამშვიდებს და თან ამ პროგრესს რო ხედავ მათთან ერთად იმედს მაძლევს მომავლის იმედს. მაძლევს, მაგრამ ძალიან სასიამოვნო საყურებელი არხია ერთიც და მეორეც. ეხლა გადავხედე რომ აი კვებას როცა ეხება საქმე, ცოტა სპორტი და კვება. ორი არხი მყავს YouTube-ზე გამოწერილი, რომლებსაც აი ყოველ ვიდეოს რო ვუყურებ.
დოქტორი სტეისი, რომელიც თუ ინგლისურად ამ ყველაფერს გაგება არ იქნება თქვენთვის პრობლემა. ხართ 30+, 35+, 40+ ქალი. დოქტორ სტეისი უნდა იცოდეთ. როცა თქვენ ჯანმრთელობას ეხება საქმე, როცა თუ გიფიქრიათ, ან ფიქრობთ, ან გეგმავთ ახალი წლიდან სპორტ დარბაზში სიარულს, დოქტორ სტეისი უნდა გავდეთ გამოწერილი. დოქტორ სტეისი ვიპოვე სხვათა შორის CEO-ს დღიურებზე. ესეც ერთ-ერთი არხია YouTube-ზე, ძალიან წარმატებული. ეს არხი უბრალოდ ცოტა ესეთი თემა არის. ყველა ვიდეოს ერთნაირად გემრიელად და კარგად ვერ ვუყურებ. ძალიან უნდა ავარჩიო, ვინ ყავს სტუმრად. იმიტომ რომ ხანდახან ისეთ თემებზე საუბრობენ, რომ კაი რა, 2 საათი მაგაზე როგორ ილაპარაკე რას. ცოტა ეგ მომენტი მემართება ხოლმე ზოგიერთ სტუმარზე, მაგრამ თუ აარჩევ კარგად სტუმრებს, უამრავ პროფესიონალს და საინტერესო ადამიანს იპოვე, განსაკუთრებით როცა ჯანმრთელობის სფეროს ეხება საქმე, ჯანდაცვის სფეროს ეხება საქმე, კვების ინდუსტრიას ეხება საქმე, სპორტის და ვარჯიშის ინდუსტრიას ეხება საქმე. და დოქტორ სტეისი ვიპოვე, რაღაცა საოცარი პანელი ჰქონდათ CEO-ს დღიურებზე. 4 თუ 5 ქალი ესხდნენ სხვადასხვა სფეროდან და საუბრობდნენ ქალების ჯანმრთელობის შესახებ. როგორ უნდა იყოს ქალი სპორტით დაკავებული, პროტეინი, კვება, მენოპაუზა, პოსტმენოპაუზა, პრემენოპაუზა, როგორ იცვლება ჰორმონები, რა გავლენა აქვს ამას, როდის უნდა ივარჯიშო, როდის არ უნდა ივარჯიშო და რამდენად არასწორი დამოკიდებულებაა და ერთ ქვაფშია ჩაყრილი სპორტი კაცებისთვის და სპორტი ქალებისთვის, როცა ასე არ უნდა იყოს და რამხელა სხვაობაა, როდის და რისი გაკეთება შეუძლია კაცს, როცა ფიზიკურ დატვირთვას ეხება საქმე და როდის ქალს. ისეთი დეტალებით, ესეთი რაღაცები, რაზეც წარმოდგენაც არ მქონდა. და არც კი მივაქცევდი არასდროს ყურადღებას. ამიტომ თუ ხართ სპორტით დაკავებული, ან გეგმავთ, საოცარი ადამიანია, ძალიან ნიჭიერი, ძალიან წარმატებული, დიდი პროფესიონალი თავის სფეროში და ეს ვიდეო ხო საერთოდ არ ვიცი. ეს ქალბატონები ვინც ისხდნენ, არ ვიცი, დავლინკავ სხვადასხვა 2 ნაწილიანი ვიდეო იყო, 2 საათიანი, 4 საათიანი ინტერვიუ იყო. დაახლოებით ალბათ ახლა საათი თუ ზუსტად სწორად მაქვს და ერთი ამოსუნ თქვით ვუყურე ორივე ვიდეოს ერთმანეთის მეყოლებით, პაუზაზეც კი არ დამიჭერია. ხელი მთელი კვირა დღე დავუთმე მაგ 2 ვიდეოს, იმიტომ რომ ვაუ. ისეთი თემა არის, რაც შეიძლება არც მოძებნო საერთოდ ესე სოციალურ მედიაში და YouTube-ზე. მთელი სულით და გულით რო გირჩევთ ნებისმიერ ქალბატონს და თუ ყავთ ვინმე თქვენს გარშემო, ვინც სპორტით არის დაკავებული და განსაკუთრებით თუ მენოპაუზის პერიოდში ხართ და ან პოსტ ან პრე თუნდაც არ აქვს მნიშვნელობა, გაუზიარეთ, უთხარით, იმიტომ რომ ბევრი ისეთ ინფორმაციას მიიღებთ, რაზეც დარწმუნებული ვარ წარმოდგენა არ გაქვთ, იმიტომ რომ სამწუხაროდ დავაკვირდი, საქართველოში ხდება ესე, ძალიან ბევრი ალბათ არასწორი ნათქვამია, მაგრამ მომრავლდნენ სპორტ ინფლუენსერები. და ესენი რომ ყავს მოსმენელი და ამათი ინფორმაცია რო ვიცი და თვითონ რო კლინიკებში მუშაობენ და თვითონ რო კვლევებზე მუშაობენ და წლების გამოცდილება 15 და 20 წლიანი გამოცდილებით რომ ამ ხალხისგან რომ აქ ინფორმაცია მოსმენილი და მე ქალებმა როგორ უნდა ივარჯიშონ და რა ვარჯიში უნდა აკეთონ და როგორ უნდა იკვებონ რაღაცა რამოდენიმე ხო იცი და TikTok-ზე ავტომატურად რო გიხდება ხოლმე გამოწერილი ყავს არ ყავს გამოწერილი TikTok-ზე ხოლმე მაგას მნიშვნელობა არ აქვს. იმედი მაქვს ბევრი არ უსმენს ახლა ამას. ცოტა ეგეთ რაღაცა რომ დამემართ, ამიტომ მთელი სულით და გულით გირჩევთ სტეისის და ვიდეოს დაგილინკავთ ქვემოთ ვიდეოს აღწერაში, რომ დანარჩენ ქალბატონებსაც თუ დაგაინტერესებთ ეს თემა, ისინიც იპოვოთ სხვადასხვა პლატფორმებზე და გამოიწეროთ, იმიტომ რომ ძალიან დაგეხმარებათ. კვებას როცა ეხება საქმე, დიდად კულინარიული არხები არ მყავს გამოწერილი, უნდა გითხრათ. არა ვარ მაინდა-მაინც მაგ მიმართულებით დიდად ჩართული მაგ ნიშეში, არც YouTube-ზე და არც სხვა პლატფორმებზე, მაგრამ არხი, რომელიც წლებია უკვე გამოწერილი მყავს, სულ რამოდენიმე ათასი გამოწერილი რო ყავდა. იქიდან მოყოლებული რომ მყავს გამოწერილი და დიდი სიამოვნებით ვუყურებ, დღემდე არის Prep Kitchen. ესეც ესეთი თემაა, ძალიან მშვიდი, ძალიან წყნარი, ძალიან თბილი, ძალიან ავთენტური. ძირითადად დესერტებზე მუშაობს, ძირითადად დესერტების რეცეპტები აქვს, ძალიან საყვარელი ოჯახი ყავს, ბავშვები, რომლებიც მე შემოვარდებიან ხოლმე და რა თქმა უნდა, აგემოვნებენ ყველაფერს, სადაც მამი გვამზადებს. რაღაცა ძალიან რეცეპტს ყველგან იპოვე, მაგისთვის მაინდა-მაინც ვინმეს გამოწერა არ არის საჭირო. ხო, შეიძლება დაგუგლო და ზუსტად ამოგიგდოს თანმიმდევრობა, რა გჭირდება, რამდენი გჭირდება, როგორ უნდა გამოიყენო და მორჩა. რაღაცა კონკრეტოს თუ ეცებ. ამიტომ ცოტა რთულია, რთული არ არის, უბრალოდ მიჭირს ამ კატეგორიიდან ინფლუენსერების პოვნა, იმიტომ რომ
რაღაცა ერთი არ ვიცი, ერთი ნამცხვარი თუ რაღაცა პასტის ერთი სახეობა გახდება პოპულარული, მერე ყველა ამ ერთსა და იმავე რაღაცას ქოხავს, როგორც გერმანულად ვიტყვით ჩვენ ქართველები. ესა ჰიბრიდი. ქოხენ გერმანულად ნიშნავს საჭმლის მომზადებას, ხო? მოკოხავს, ანუ პრეფიქსს და სუფიქსს რო დაუმატებ ქართულებს, გამოდის სიტყვა ჰიბრიდული სიტყვა მოკოხვა. აი ეგეთ რაღაცის მოკოხვა ყველას შეუძლია, ხო და აი ცოტა ადამიანი უნდა იყოს იმდენად საინტერესო ჩემი აზრით და სასიამოვნოდ მოსასმენი და საყურებელი, რომ ამ სფეროში ჩამithრიოს და გამოვიწერო და ვუყურო მის ვიდეოებს და Perfect Kitchen ნამდვილად ეგეთია. ეხლა იკითხავთ ალბათ beauty კატეგორიებიდან ვის უყურებო და გულწრფელად გეტყვით, რომ იმდენს რამდენსაც ადრე ვუყურებდი. არ ვიცი რატო შეიძლება ბევრ სხვადასხვა ნიშებში და კატეგორიებში იმდენი საინტერესო ადამიანი აღმოვაჩინე, რომ ამისთვის იმდენად დრო აღარ მრჩება და ისე ძალიან აღარ მაინტერესებს. მაგრამ აი ქაგიკვირდებათ ეხლა შეიძლება ვფიქროთ, რომ მე რადგან ამ beauty სფეროში მაქვს მე თვითონ არხი, ყურებითაც უმეტესად მაგ კონტენტს ვუყურებ. არა და არა. აი აქ რო ვახსენო ეხლა ამ ვიდეოში ხსენებად რო ღირს ჩემთვის, სულ რამდენიმე ადამიანი მყავს, მე მგონი ეგეთი. აი ესეთი საინტერესო, აი გითხარით სხვათა შორის ვახსენე, რომ აი თქვენი ასაკის და რო შეესაბამებოდეს თქვენ სიტუაციას ესეთ ადამიანებს უყურეთ თქო და გოთემის და უნდა ვთქვა აუცილებლად. ეს არხი უნდა ვახსენო აუცილებლად. კორეულ ბიუთის როცა ეხება საქმე. ბევრ ძალიან საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ, ბევრ საინტერესო ბრენდს გაიცნობთ, ბევრ საინტერესო პროდუქტს გაიცნობთ, ზედმეტი რაღაცების გარეშე. დაიწყო ვიდეო review, გაჩვენა პროდუქტი, გაჩვენა ვიდეო, როგორი გამოიყენება, როგორი ტექსტურა აქვს, როგორი სუნი აქვს, რას შეიცავს, როგორი კანისტრებზე გამოიყენება, თვითონ როგორი შედეგი მისცა. მორჩ აი აი გრძელი კონტენტი, ანუ YouTube-ის კონტენტი, მაგრამ ზედმეტი რაღაცების გარეშე. შვიდად, წყნარად, ძალიან ავთენტურად, გულწრფელი review, რო შეგიძლია რო ინდო და აი ძალიან ეფექტური პროდუქტების შესახებ რო საუბრობს, იმიტომ რომ თვითონაც ისეთ ასაკშია, რომ აი რაღაცა თუ საჭირო არ არის და შედეგი არ აქვს და ეფექტი არ აქვს, რო არ გაჩვენებს და რო არ გამოიყენებს თვითონაც და ყველათ არ გატესტავს, აი ეგეთი არხია ნამდვილად და სიამოვნებს. თან მეტყველებს ძალიან სასიამოვნო მანერა აქვს და ძალიან სასიამოვნო მოსასმენი არის ჩემთვის. მიშელ ვანგი უნდა ვთქვა კიდე, ოღონდ ეგ მაკიაჟის მხრივ. მიშელიც ეგრეა, რეალურ კანს რო დაინახავ და რეალურ სახეს რო დაინახავ და რეალურ reviews, ოღონდ თუ გაინტერესებთ შანელის, დიორის, პრადას, YSL-ის beauty-ის review-ები და საოცარი კოლექცია აქვს. თან მიშელი ძალიან წარმატებულია თვითონაც და თავისი ქმარიც მილიონერები არიან YouTube-ის იქეთ. ამას აკეთებს როგორც hobby. არც სპონსორი აინტერესებს, არც რეკლამა აინტერესებს, არც უფასოდ გაგზავნილი პროდუქტი აინტერესებს. არ სჭირდება, მაგის გამო ვიდეოს არ ჩაწერს, მაგის გამო reviews არ გააკეთებს. ამიტომაც არის ალბათ განსაკუთრებულად ავთენტური. იმიტომ რომ აი თუ რამე უნდა, ადგება და იყიდეს უბრალოდ. ბრენდს არ დაელოდება, შემოთავაზებას არ დაელოდება, არ სჭირდება. განა იმიტომ რომ არ აქვს შემოთავაზებები და არ გზავნიან და სპონსორები არ ყავს და კი ბატონო, მაგრამ ისე რაც მაგის გარეშეც შეუძლია არაჩვეულებრივი კონტენტის გაკეთება, ისე რომ ბრენდზე და შემოთავაზებებზე არ იყოს დამოკიდებული და ალბათ განსაკუთრებულად ავთენტურს, ამიტომაც ხდის მის კონტენტს ეგ მომენტი. დეკემბერში აქვს წელს თუ გააკეთებს, არ ვიცი. ახლა თქვენ ამ ვიდეოს ნახავთ, მე ახლა დეკემბრის დასაწყისში ვწერ ამ ვიდეოს. თქვენ რო ნახავთ ამ ვიდეოს, თუ დაგაინტერესებთ, წესით დაწყებული ექნება უკვე საშობაო ვლოგები. ყოველდღიურად ტვირთავს თითო ვიდეოს. საშობაო თავის საშობაო კალენდრებს ხსნის, დღეში 2 თუ 3 კალენდრს სხვა კალენდრებს ხსნის და სხვა პროდუქტების შესახებ გესწავლ, ანუ ყოველდღიურად შობამდე აქვს თითო ვიდეო დეკემბერში როგორც წესი. აქამდე ეგრე ქონდა, არც იმედი მაქვს წელსაც ექნება, იმიტომ რომ ყოველდღიურად ველოდები ხოლმე მიშელის ვიდეოებს ძალიან სასიამოვნო მოსასმენი და საყურებელი. აი ძალიან chill და ძალიან relax და აი ძალიან სასიამოვნო საყურებელი და მოსასმენი ადამიანია და სიამოვნებს ძალიან. ეგორი ადამიანი უნდა მეხსენებინა. მაკიაჟიდან კიდე შემიძლია რომ Make Up by Nicola Ross ვახსენო. მივხვდი რამდენად სიამოვნებს მისი კონტენტის ყურება, მაკიაჟსაც ეხება საქმე, სხვა კატეგორიებიდან აკეთებს review-ებს, მაგალითად ბიუჯეტური ბრენდების ტონალურები, ბიუჯეტური ბრენდების ტუშები, მერე იგივე კატეგორიებიდან რეიტინგი უფრო ძვირადღირებული ბრენდებს, ანუ სხვა კატეგორიებიდან მხოლოდ ერთი კონკრეტული კატეგორიას ან არჩება რომ მხოლოდ მაგალითად ზოგიერთ ინფლუენსერს გამწერა მაგდომაც გავუქმება კატეგორიაში, იმიტომ რომ გავიგეთ რამდენჯერ შეიძლება ვისაუბროთ დიორის ტონალურის შესახებ დავიღალეთ. რაღაცა სხვა სტატისტი ადამიანი. ნიკი არის ძალიან აქტიური. რეალურ ტუტორიალს უყურებ. კვირაში ერთხელ აქვს uncut ვიდეოები, მონტაჟის გარეშე ვიდეოები. როცა ნებისმიერ შეცდომას გაჩვენებს,
თვალიშრილი როგორ ჩაშალა, ტონალური როგორ გათქვა, ყველაფერს გაჩვენებს. 1 საათიანი ვიდეოები, ყოველგვარი მიჭრა-მოჭრის გარეშე. ლაივები აქვს. სხვათა შორის ნიკი აღმოვაჩინეს სუზანიარას მეშვეობით. სუზანიარა ანუ აი თან აი სუზანის ერთ-ერთი ისეთი რევიუერია, რომლის წარბი არავითარ შემთხვევაში არ იწარგვებოდ. ბოლო 15 წელიწადი. ხო და რა, აი ჩემმა წარმა დაიწია ქვემოთ და რა ვქნა. ვეღარ ვარ ერთ კატეგორიაში. ისე აღარ აკეთებს რევიუებს. სუზანის აღარ აკეთებს რევიუებს. რაც უფრო პოდკასტის და სტუმრების და ინტერვიუების თემებში აგასრულა. არ ვიცი, მოკლედ. მიზეზი არ მჭირდება. უბრალოდ აღარ არის ჩემთვის საინტერესო კონტენტი და მორჩა. ხო, საკმარისი მიზეზია. მაგრამ მადლობა სუზანს, რომ ნიკი აღმოაჩენინა. იმიტომ რომ ნიკი იყო სუზანის მეიქაპ არტისტი. და რამდენიმეჯერ ყავდა მის არხზე სტუმრად და იქედან მე სუზანი შეუჩდა. ნიკის უნდა გაეკეთებინა არხი და არა მხოლოდ სხვა ადამიანებზე გაეკეთებინა მაკიაჟი, ამიტომ რომ არამედ თვითონ საკუთარი სახე უნდა ეჩვენებინა და საკუთარ თვალზე გაკეთებული მაკიაჟი და მადლობა სუზანს მაგისთვის, იმიტომ რომ ნიკი არის ნამდვილად ერთ-ერთი ისეთი რევიუერი, ვის რევიუსაც ვენდობი, როცა მაკიაჟს ეხება საქმე და ძალიან სასიამოვნო კონტენტი აქვს. ესეც ზოგად რევიუებს როცა ეხება საქმე და ზოგად თემებს, არ ვიცი, ნებისმიერ სხვადასხვა კატეგორიიდან მე მგონი კანადელი ინფლუენსერები ვახსენე და ერთ-ერთი ეგეთი არის მია მეიფელს. მია შეიძლება იცნოთ კიდეც ბევრი, იმიტომ რომ არის მილიონობით გამომწერი ყავს და შეიძლება არ ვთქვათ 10 თუ 11 წელიწადია მე მგონი უკვე რაც YouTube-ზე, ამიტომ შეიძლება ბევრი იცნობდეთ კიდეც პატარაობიდან დაიწყო სხვათა შორის YouTube-ი. მიაზე ვგიშდები, მიას ვიდეოებს ვგიშდები. არ რო არ მოგაფიქრდება და ვერ წარმოიდგენ აი ესეთ ვიდეოებს და ესეთ რევიუებს და ესეთ პროდუქტებზე რაღაც რევიუებს და ვიდეოებს ნახავ მიასთან არ ვიცი აი სიურპრიზ ბოქსების ანბოქსინგები და შეკვეთები აი ბრენდი რო მიწერს რომ გვინდა რომ დაგასპონსოროთ და მე მეორე დღეს წერს ვიდეოს ამ ბრენდმა მომწერა დაგასპონსორებო და მე გადავწყვიტე მე თვითონ ვიყიდო პროდუქტები და მოდი დავერთი ნახოთ როგორ პროდუქტები აი ესეთი ვიდეოები ძალიან საინულე მაცივრები იყიდა რევიუს. აი, მოკეთ, მია თუ არ გავს გამოწერილი. მიას და მამა მეიფელს მიას დედა, რომელიც ასე მის მენეჯერი არის და თითქმის ყველა ვიდეოში არის მიასთან ერთად. რაღაცა ოჯახური კულტი არა აქვთ. ვისაუბრია ჩვენ უკვე მაგ თემაზე და იცით რომ მე ძალიან ფრთხილად ვარ ეგ რაღაცა ოჯახური კულტი არა აქვთ. მიას არავინ არ აძალებს ვიდეოების ჩაწერას დამჯერად. მამა მეიფელს დედა მიას აი გულწრფელად გეტყვით, ყველაზე საყვარელი და თბილი ადამიანია ინტერნეტში. ვინც კი არის მე მინახავს, რაღაცა საოცარი ხიმილი აქვს და რაღაცა საოცარი გადამდების სიცილი აქვს და ატესტინებს ხოლმე ყოველთვის რაღაცეებს მია. რაღაცა საოცარი დუო აქვს. Hot Ones გააკეთეს ხოთა შორის ეხა. ერთ-ერთი ბოლო ვიდეო იყო და აი ცრემლებამდე ვიცინე, ოღონდ მართლა. აი ხოიოვნებით რაღაცა ეს კანადელი ინფლუენსერების ფანი ვხვდები ნელ-ნელა და მია არის ნამდვილად ერთ-ერთი პირველი ვინც კანადელი ინფლუენსერი რომელიც გამოვიწერე და ეგ ნიში აღმომაჩენინა YouTube-ზე. იცით რომ მე ამ ბოლო დროს რა ხა ეგ თქვენ იცით ამ ბოლო დროს თორემ მე ბავშვობიდან არა ხომრობ crime დოკუმენტური და crime პოდკასტების და სტრატეგიების დიდი მომხმარებელი ვარ Netflix-ზე განსაკუთრებით და YouTube-ზეც ასევე და ორი არხი, ну ეს crimes იმხრივ ან რეალურ crimes როცა ეხება საქმე და განსაკუთრებით pop კულტურას როცა ეხება საქმე სოციალურ მედიას როცა ეხება საქმე, ცნობილ ადამიანებს როცა ეხება საქმე, აი ეგეთ თემებზე რომ ძალიან ხშირად საუბრობს ხოლმე. არის ემილის შოუ, ემილ შოუ ესე ქვია, არხს. თვითონ არის ყოფილი ადვოკატი, ამიტომ აი პირდაპირ მიყვება საქმეებს, პირდაპირ მიყვება სასამართლო დოკუმენტებს. ლაივები აქვს ხოლმე და დეტალურად ხსნის ყველაფერს. თუ არის ეგ თქვენთვის საინტერესო თემა, რაღაცა საოცარი მოტორიკა აქვს, ან საოცრად საუბრობს. აი ესეთი სახის უყურებ ხოლმე სიტყვა არ გამომჩის. როგორც წესი, მსგავსი არხები კურსასმენები ჩართული მაქვს და რა ვიცი, დავბოდიალობ სახში 1000 რაღაცას ვაკეთებ, იმიტომ რომ ეხა ვუსმენ ხომ თავად შინაარსი ასეთ რაღაცებში ხა პროდუქტის რევიუს ვარ აკეთებს, აი ტექსტურა მაჩვენე აბა ერთ როგორია და ვუყურებ, რომ რამე არ გამომჩეს. ანუ ტელეფონი შეერთებულია დასატენად და მე დავდივარ სახში და ვუსმენ ამ რაღაცებს, ხო? ემილის თან ვუყურებ, იმიტომ რომ ისე საუბრობს, რომ თვალს ვერ ვწყვეტ ხოლმე.
არ ვიცი. ერთ-ერთი საუკეთესოა მაგ მხრივ ემილის მოსმენა და ყოველთვის აპდეიტებს აკეთებს ხოლმე ყოველ კვირას, თუ კი დიდის საქმეზე აკეთებდა მაგალითად ყოველკვირეულ აპდეიტებს და ნუ ბევრი ცნობილი სელებრიტის საქმეებზე, ზოგადად ისეთ თემებზე, რაც შეიძლება რომ სხვა დოკუმენტურებში ნახო და ზოგადად საინტერესო და აქტუალური თემა არის ახლა ინტერნეტში. ემილის ყოველთვის აქვს ხოლმე ასეთ თემებზე ერთი ვიდეო და მეორე ეგეთი არხი, ეს შეიძლება ბევრმა იცოდეთ, იმიტომ რომ ეს უფრო დიდი და ცნობილი არხია, ამაც სადღაც 7 თუ 8 მილიონი გამომწერი ყავთ. Law and Crime Network. ჟურნალიზმია. ჩემი აზრით და ძალიან კარგი ჟურნალიზმი. ძალიან კარგად არის გაკეთებული პლატფორმაც და თემებით შერჩეული და ინტერვიუები აქვთ რეალურ ადვოკატებთან, რეალურ საქმეებზე, აქტიურ საქმეებზე და არაჩვეულებრივად ფარავენ ხოლმე მსგავს ახალ და საინტერესო თემებს, რაც ამ წუთა შეიძლება რომ ხდებოდეს სასამართლო დარბაზებში და ეგ არხი ძალიან მომწონს და ძალიან სასიამოვნო თემებია ესეთი ახლა მძიმე რა თქმა უნდა, მაგრამ კარგად არის გაკეთებული, რომ ხანდახან ბევრი არხი საინტერესო თემის შესახებ საუბრობს. უბრალოდ რაღაცა ისეს მოკლედ ეგ მაგალითად ეხლა ცოტა ქართულებზე განმოვალ. კარგი განმოსვლა გავაკეთოთ თან. ბევრი ქართული პოდკასტის არხი არის YouTube-ზე. აბსოლუტურ უმრავლესობას უბრალოდ ვერ ვუსმენ. მე ჟურნალისტური განათლება არ მაქვს, არა ვარ ჟურნალისტი და ნუ კამერის წინ დაჯდომისთვის ჟურნალისტობა დღესდღეობით უკვე აღარ არის საჭირო. მით უმეტეს, როცა სოციალურ მედიას ეხება საქმე და მით უმეტეს, როცა იმას ეხება საქმე, რომ YouTube არხი გააკეთო. სმარტფონი გაქვს, ინტერნეტი გაქვს. ოკეი, ეგ ასულ. უბრალოდ, ბიჭო, ასეთი საინტერესო სტუმარი რო ყავს. რაღაცა ისეთ საინტერესო თემაზე რო იწყებს ლაპარაკს. და შენ აბსოლუტურად 180 გრადუსით სხვა მიმართულებით რომ იყავს საუბარი ისეთ კითხვას. სტუმარს არ უსმენ. პირველი კურსის ჟურნალისტიკის სტუდენტმა იცის, რომ ჩამოწერილი კითხვები რო გაიარო და აბა რამე არ გამომჩეს კი არ არის მთავარი. სტუმარი თუ მოყვება, ინტერვიუ ეწყობა თავისით. ისე ჩაიციკლებიან იმაზე, რომ აი კითხვები წინასწარ რაც აქვს მომზადებული, რომ ყველა კითხვის დასმა მოასწორ, ეგ არის ცუდი ჟურნალიზმი. პირველი კურსის სტუდენტმა იცის ეგ. ეგ არის ცუდი ჟურნალიზმი. აი რაღაცა ისეთ საინტერესო აი ფსიქოლოგიას როცა ეხება ბავშვთა ახლდას და ეს რაღაცებს ბევრი საინტერესო ადამიანის მოსმენა შეიძლება. ეხლა ქართულ ენაზე ხო, ქართულ ენოვან პოდკასტებს. არც ერთი არ გვაქვს გამოწერილი, არც ერთს არ უსმენ, იმიტომ რომ ასე არ შეიძლება. აი მესმის რომ პროფესიონალიზმს არ მოითხოვს, არა. მე თვითონ არ ვარ პროფესიონალი, შენგან რანაირად მოვითხო მაგას, მაგრამ ბიჭო, აი დიალოგი ეწყობა თვითონ მეგობართან ერთად, რა ვიცი, ყავაზე არ დამჯდარხარ. დიალოგს რანაირად აწყობთ? დამაწყვეტეს ნერვები. ერთადერთი პოდკასტი ქართული, რომელიც მყავს, არა, ორი. მაგრამ, პირველი არის ჯაფარას პოდკასტი. ჯაფარას პოდკასტის მოსმენამ სიამოვნებს, იმიტომ რომ თვითონაც გაწონასწორებული და მშვიდი ხმა აქვს და აცდის ადამიანს საუბარს და აი დამატებითი კითხვების დასმა და ჩაძიება და არც ვიცი წინასწარ მომზადებული კითხვებით თუ ეს იქ, იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში მაგ შტაბეშილებას არ ტოვებს ეგ პოდკასტი და ძალიან სასიამოვნო მოსასმენი არის. გორგილაძის აუტანელის სიმსუბუქე. უბრალოდ არ ვიცი, ამ ბოლო დროს მე მგონი აღარ პოსტავენ, ხო? თუ მე გამომრჩა და არ მიგდებს YouTube-ი, ხანდახან იცის ხოლმე YouTube-მა, რომ დაგიმალავს შენს ფავორიტ კრეატორებს და მათ კონტენტს, იმიტომ რომ ერთხელ ორჯერ სამჯერ გაქვს ვიდეო ნანახი. მე როგორც წესი ავტომატურად გიგდებს და შეიძლება ფიქრობდე, რომ გამოწერილი ყავს. ამ არხზეც მაგალითად 29% თქვენი 29% უყურებს ვიდეოს ისე რომ არხი გამოწერილი არ გაქვთ. რა არის ახლა ეს? გეკადრებათ? აი არ გწვენიათ? არ გწვენიათ? აბა გადაამოწმეთ, ახლა გაქვთ თუ არა არხი გამოწერილი და 29% აღარ დავინახო მეორეჯერ სტატისტიკას რომ გადავამოწმებ YouTube. კარგით. მადლობა. მოკლედ. არ ვიცი, რაღაცა გორგილაძის ვიდეოები ბოლო პერიოდში აღარ ამოუგდია, მაგრამ არის ეგეც ნამდვილად. აი აუტანელის სიმსუბუქე არის ზუსტად ის, რაც მე ძალიან სიამოვნებ. ქართული არხებიდან სხვა ერთად კაცებს უსმენ და ვუყურებ. მაგრამ ნუ კაცებს ახლა YouTube-ს ვერ დავაბრალებ მაგას, იმიტომ რომ კაცებს ვუყურებ და ვუსმენ იმედზე რომ გადიოდნენ. ჰეი ნანანა რო იყო მაგათი საუნდტრეკი, თუ გახსოვთ ვინმეს. ძალიან კი ვამჟღავნებ ახლა ჩემს ასაკს, მაგრამ ოკეი. Who cares? აი იქედან მოყოლებული ვარ მაგათი ფანი და უსმენ და ვუყურებ. სხვადასხვა დუსელდორფში იყვნენ ახლა ოქტომბერი იყო ნოემბრის დასაწყისში და ვერ წავედი, ისე გული დამწყდა რომ ვერ წარმოიდგენთ, მაგრამ იმედი მაქვს რომ კიდე მოხვდებიან აქეთ ვესტფალიაში და რომელიმე მათ ლაივზე წავალ, მაგრამ კაცები არის ნამდვილად, რომელსაც ყოველ კვირას ველოდები ხოლმე ახალ ვიდეოს და დიდი სიამოვნებით ვუსმენ და ვუყურებ. სხვა მეტი თამად ამყავს ერთი გამოწერილი და ველოდები ხოლმე ახალ სიმღერას როდის დადებს ახალი კლიპით. სულ ეგ არის ჩემი ქართული YouTube-ი გულწრფელად გეტყვით. სხვა არ მყავს არ გამოწერილი და არ ვუყურებ არავის. თუ გაქვთ რაიმე საინტერესო შემოთავაზებებით საინტერესო კრეატორების და იუთუბერების ქართული YouTube-დან მონიშნეთ სიამოვნებით
კომენტარების სექციაში და გავაზიაროთ ბევრი საინტერესო და კარგად მოსასმენი და საყურებელი ადამიანი, რატომაც არა. Instagram-ს რაც შეეხება, Instagram-ზე და TikTok-ზე იკვეთება ხშირად კრეატორების უმეტესობა, რომელსაც უსმენ, ხშირად რამდენიმე საინტერესო ცოტა უფრო შეიძლება ნაკლებად მილიონობით გამომწერი რომ ყავს ესეთი კრეატორი დავასახელო, რამოდენიმე მაინც, რომელიც შეიძლება თქვენთვისაც საინტერესო იყოს. გერმანელებიდან უნდა გითხრათ სხვათა შორის ქრისტიანები მენ, პარფიუმების კატეგორიიდან, პარფიუმების მიმართულებიდან. გერმანული არ გჭირდებათ. ამ ქალის ვიდეოებს უნდა უყუროთ. მათ მის rilsებს უნდა უყუროთ. Oh my god. მე არ ვიცი ამდენი ენერგია და ამხელა ტალანტი არ ვიცი, აი ვაუ. აი თითო, აი ერთ ვიდეოსაც რო უყუროთ, ჩაგითხრებთ, დამინჯერეთ. ნამდვილად ბევრად მეტი გამომწერი უნდა ყავდეს ვიდრე ყავს. ოღონდ მართლა რაღაცა საოცრად აკეთებს ვიდეოებს აკეთებს, საოცარი ხარისხის ვიდეოები აქვს. ძალიან კაი კრეატორი არის, ნამდვილად. კიდევ ვინ? Chef Boy Oli. Oli მყავს გამოწერილი. Oli არის ერთადერთი ბავშვი ინტერნეტში, თელს ინტერნეტში ნებისმიერ პლატფორმაზე რომელსაც ვუყურებ და რომელზეც აგრესია არ მაქვს, რომ რატო არის ამ ბავშვის სახე კამერა, რატო არის ამ ბავშვის სახე კამერის წინ. ერთადერთი არხი, იმიტომ რომ ვიცი რამდენად სწორად კეთდება ეს ყველაფერი და რამდენად კარგად კეთდება და ამ ბავშვმა დაიძინა და ამ ბავშვმა გაიღვიძა და ამ ბავშვმა ესჭამა და ამ ბავშვმა აქ ჩამოჯდა. აი ამ ვიდეოებს არდებს დედამისი, არამედ ერთად დგანან სამზარეულოში და Oli ამზადებს ქოხავს. Oli ქოხავს. Oli ამზადებს. Oli თვეების იყო, ფეხზე ძვლებს იდგა. იქიდან მოყოლებული და ეხა გამართულად რო იძახის სიტყვებს და წინდადებს. ბიჭი, დაახوار გაიზარდე შენ. აგრესია მაქვს, იმიტომ რომ მამა ეს იყოს რასაც ამბობდა. ეგ ვიდეოები გულს და სულს მithბობს. ეგ Oli არის ერთადერთი ბავშვი ინტერნეტში, რომელსაც ვუსმენ. Tara Jones თუ უსმენ. ვინმე თუ მარტო მე ვარ. Tara არის თქვენი საყვარელი ბებო ინტერნეტში. რეალურად ბებო არ არის. ფილტრს იღენებს. როგორც ბებო ესე გამოჩნდეს. სხვათა შორის ძალიან დღემდე კომენტარების სექციას თუ გახსნეს, ფილტრი გაქვს, მეგონა რომ მართლა ბებო იყავი დღემდე. საუკეთესო რჩევებს იძლევა ბებო. ურთიერთობებზე, პარტნიორებზე, როგორ უნდა მოიქცე თუ გიღალათ. ზოგადად ცხოვრებას და ურთიერთობებზე. აი, საოცარი აქცენტი აქვს. არ ვიცი, არაბია, მე მგონი, არ ვიცი, წამოშევით საიდან ინგლისურად საუბრობს, აი ტექსტ ყურადღება რო არ მიაქცე, შინაარს ყურადღება რო არ მიაქცე, რო ვუსმენ ხოლმე კარგ ხასიათზე ვდგები. შემდეგი ვინ მყავს ჩანიშნული? ეს კატეგორიები რაღაცა ესე უაზროდ მაქვს ვიცი ბოდიში, უბრალოდ რო გამახსენდა ვიღაცა და ამომიგდო ინსტაგრამზე ჩავინიშნე აქ პირდაპირ და რაღაცა ცოტა ესე ხან ერთი კატეგორიიდან, ხან მეორე კატეგორიიდან, მაგრამ მაგას არ აქვს მომგან გამწყვეტი მნიშვნელობა. შემდეგი მყავს კარიმი ჩანიშნული, კარიმ ჯემალი. ეს არის გერმანელი ინფლუენსერი, სატირა და კომედია. გერმანული თუ გესმით და ვიცი ხარ გერმანიდან მიყურებს. აი გერმანული ყოველდღიურობა და რეალობა. სუპერმარკეტის სალაროსთან. ექიმის ოფისში, ექიმთან ვიზიტზე, მიმღებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში. აი რაღაცა საოცრად აკეთებს ამ ყველაფერს, ოღონდ მართლა ვიდეოების ხარისხი აქვს და კარიმი მიყვარს ძალიან კარგი ხასიათზე მაყენებს ხოლმე. შემდეგი Paul Reacts. Pauli პარფიუმების კატეგორიიდან ერთადერთი მამაკაცი ინფლუენსერია პარფიუმის კატეგორიიდან, რომელსაც ჩვენ გემოვნება ემთხვევა ერთი ძალიან ერთმანეთს. ალბათ მაგიტომაც ერთ-ერთი დიდი მიზეზი ეგ არის, მაგრამ თან ძალიან გულწრფელია და ყოველთვის ძალიან გულწრფელ რევიუებს დებს ხოლმე და რაღაცა უაზრო სკანდალებში და პარფიუმ თოქს როცა ეხება განსაკუთრებით საქმე, TikTok-ის პარფიუმ თოქს ეძახიან, ანუ პარფიუმის კატეგორია ნიშე TikTok-ზე. მე შინია რომ რეალურად რო შევხვდეთ, მე დაჩეხონ ერთმანეთ. სკანდალი. სერიოზად, აი ერთ-ერთი ყველაზე ტოქსიკური ნიში არის სოციალურ მედიაში დღესდღეობით. აი, არა და არ იყო ეგრე. ბოლო პერიოდში გახდა ეგრე TikTok-ზე პოპულარობის ზრდასთან ერთად. ეგ ნიში გახდა, აი, რენე იყო მაგალითად ერთ-ერთი TikTok-ერი. ანუ პარფიუმის კატეგორიიდან, რომელსაც ასევე დიდი სიამოვნებით უსმენდი, მაგრამ ისეთ რაღაცა ძალიან ხელოვნური და აგრესიული და რაღაცა სკანდალები და ჭორები და აი, კარგი რა, აი, პარფიუმის რევიუს მოსასმენად მოვედი. აი, ვეღარ უსმენდი. გერმანელი ინფლუენსერებიდან კიდევ მერვე მყავს. მერვეც არის სარკაზმი, იუმორი.
ეს გერმანელებს რომ ამოფეხა. წარმოშობით გერმანელი აზები. კარიმი კი არა მგონი გერმანიაში დაბადებული. მერვე მე მგონი თურქეთშია დაბადებული. მოკლედ. აი გერმანელებს რა იუმორიც აკლია და ჩვენ აქ ყოველდღიურობაში რა იუმორიც გვაკლია. მაგას მინაზღაურებს და მივსებს ეს კრეატორები. ოღონდ რეალური გერმანელი არც ერთი არ არის და ალბათ ამიტომ განსაკუთრებულად მომწონს მაგათი იუმორი. მერვეც ეგეთია. მერვეს ჯერჯერ რაღაცა ხმა აქვს საოცარი. ამ თავის სკეჩებში მღერის ხოლმე ხანდახან ისე, აი სერიოზულად ეგეთი სასტავი გერმანიაში აქ სცენაზე დგას და პროფესიონალი მომღერლები ქვიათ და შოუებში იღებენ მონაწილეობას. აი ძალიან ნიჭიერია. სკეჩებს აკეთებს რაღაცა საოცარს და რაღაცა ესე Netflix-ის production ეგეც და კარიმიც ეგრეა სხვა შორის. და მარიაც ანუ გერმანელ მარიაც არ არის ეგ ბერძენია წარმოშობით მეგონი აქ დაბადებული რაღაცა ეგრე ან პირველი ან მეორე თაობის ბერძენ გერმანელია მარიას სკეჩებზეც ვგიჟდები მარიასაც რაღაცა საოცარი იუმორი აქვს მარია აღმოვაჩინეს სკეჩით მძღოლის ანუ მეგობარს ურეკავს და სათხარო ხო და ჰამბურგში რა გინდა საყიდლებზე არ გახვედიო კიო რა გინდა ჰამბურგში შტუტგარტში ვცხოვრობ ავტობანზე ზოლის შეცვლა ვერ შეძლო შეეშინა ავტობანი რო სადაც მიდიოდა პირდაპირთან თუ დააკვირდებით რეალურად ეგრეა შტუტგარტიდან ჰამბურგამდე ასე პირდაპირ ადის ავტობანი ხო ნამდვილად მეგობარს მომაკითხე თორე ასე თუ გავაგზავნე ცოტა ხანში შვედეთში ვიქნები გონიათ ისე ვინმე სეგმომენტი რომ ან წრიულზე შესვლაზე ან შუქნიშანზე ჩასახვევა ან ავტობანზე ხაზი შესვლა გასასვლელი სახება რა ვიცი აი ვერ მოვახერხე და სადაც მიმიყვანს ეხლა ეს გზა მივდივარ მეც რა აი ძალიან რეალური ძალიან ყოველდღიური სკეჩები სამივე კარიმიც მერვეც და მარია სამივე ეგეთია კომედიას რაც ეხება საქმე სუში მანგო დარწმუნებული ვარ ხა ეგ ყველა მიცით და მაგათი ერთი სკეჩი მაინც ყველას გაქვთ ნანახი მაგათ რო ვუყურებ ხოლმე ეს მგონია რომ ყველას ერთნაირი ბავშვობა რანაირად გქონდა ყველას ერთნაირი მამა რანაირად ყავს ყველას ერთნაირი დედა რანაირად ყავს ყველას ერთნაირი ბავშვობა როგორ ქონდა ყველა ერთნაირად როგორ ვიზრდებოდით მამები რო ქეიფობენ სუფრაზე და შენ ორი სკამი რო ერთმანეთს მიდგმული და იქ რო გძინავს ისე რომ თავი ჩამოგდებული რამის 12-ის ნახევარია და მეორე დღეს სკოლაში უნდა იყო მაგათი ყურებაც მსიამოვნებ ძალიან უბრალოდ ხანდახან მგონია რომ უსმენ მაგათ უკვე რომ მართლა ქალები არიან რეალურად კაცები რო არიან ქალების ფორმაში გადასმული ეგ ხანდახან მავიწყდება ხოლმე უკვე ჯოანა გეინსი უნდა ვახსენო კიდე აუცილებლად ჯოანა გეინსის ჯოანას და ჩიპ და ჯოანა გეინსები გერმანიაში რო ჩამოვედი წინა საუკუნე არა 11 წლის წინ შოუ კონდათ რომელი არხი იყო არ ვიცი რომელიღაც არხზე შოუ კონდათ რემონტის სახლებს არემონტებდნენ საქართველოშიც გადიოდა ადრე რაღაცა ეგეთი რომელიღაცა ინგლისური შოუ კონდათ გადმოთარგმნილი ეს თუ ქართული არა ქართული იყო ვინ იყო ეცეთ წამყვანი რუსთავიორზე არ გადიოდა რაღაცა ცნობილი შოუ იყო მახსოვს ოღონდ ისინი ბინებს არემონტებდნენ ესენი ტექსასიდან არიან ვეიკო ტექსასი და სახლებს არემონტებენ აი ყველაფრიანად საოცარი ბიზნესი აქვთ ვეიკოში რამდენიმე მაღაზია და ასე შემდეგ რა ძალიან წარმატებულები არიან და ჯოანას გემოვნებაზე ვგიჟდები ჯოანას აქვს რაღაცა საოცარი გემოვნება დეკორს და დიზაინს როცა ეხება საქმე ძალიან ავთენტური და ძალიან აი ჩემთან ძალიან ახლოს მოდის ისეთი და მახსოვს რომ მაგ შოუს ყურებით ვსწავლობდი მაშინ გერმანულს ვსწავლობდი რა ანუ სმენას როცა ეხება საქმე ტელევიზორი მქონა ხოლმე ჩართული და მაგ შოუს ვუსმენდი ხოლმე სულ იმეორებს რა აქ გერმანიაში ტელევიზია ზოგადად ესეა საღამოს 7-დან 10-მდე 11-მდე ოკეი 11-ს ღრმა ძილში არიან 10-ის ნახევარამდე რაღაცა ახალი სერია რაღაცა ახალი შოუ რაღაცა ახალი საინტერესო შეიძლება ნახო მეორე დღეს მთელი დღე გამეორება Big Bang Theory აქვს მაგალითად რომელია პროზიბენს აქვს მე მგონი Big Bang Theory ნაყიდი ბოლო 5 წელიწადია იმეორებენ და ჯერის კონად Friends იმას იმეორებდნენ და ეხლა Big Bang Theory-ს მოკლედ ხო და იქიდან მოყოლებული ვიცი ჯოანა გეინსის შესახებ და იმის შესახებ საოცარ გემოვნება აქვს და Instagram-ზე აქვს გამოწერილი კელი კლარკსონის შოუ მიყვარს ძალიან და კელის ქავერები კელი რომის სიმღერების ქავერებს აკეთებს მე იმ სიმღერების ორიგინალებს ვეღარ ვუსმენ ოღონდ მართლა ასეთი ნიჭიერი რანაირად არის ეს ქალი გავგეშდი ჯერ ანუ შოუც მომწონს თვითონ ყოველს ძალიან საინტერესო სტუმრები ყავს და შოუ ძალიან საინტერესო მაგრამ ქავერებს და თავის ბენდთან ერთად რო ქავერებს აკეთებს ხოლმე ვაუ ტატუს
ქავერი ქონდა ეხა ამ ბოლო დროს. შეძრა მაგ ქავერმა მთელი ინტერნეტი მე მგონი. კელი კლარკსონი არის American Idol მე მგონი? თუ ამერიკის ხმა? არა, ამერიკის ხმა არ იქნებოდა მაშინ. ანუ ჩვენთან მაგის შესაბამისი რა ნიჭიერი? თუ საქართველოს ვარსკვლავ. რაღაც ეგეთი შოუ წარმოიდგინეთ. მაგისი პირველი სეზონის გამარჯვებული გახდა კელი 2000-იან წლების დასაწყისი იყო მე მგონი. და მე თვითონ იჯდა ამერიკის ხმის Voice-ის ჟიურიში წლების განმავლობაში. ეხა ბოლო 3-4 წელიწადია რომ აღარ არის და თავისი შოუ აქვს. სხვათა შორის ვიღაცას ეწერა კელის შოუს, ანუ ერთ-ერთი მქავერის ვიდეოს კომენტარებში, რომ კელი კლარკსონი ერთადერთი ადამიანია, ვინც ამერიკამ აირჩია და შეცდომა არ დაუშვა. ანუ ხმის მიცემის სისტემით გამოვლინდება ხოლმე ბოლოს გამარჯვებული ფინალში და ერთადერთი არის კელი კლარკსონი, ვისაც მე მგონი მთელმა ამერიკამ ხმა მისცა და არ შემცდარან. მოდით უცებ გადავხედავ TikTok-ს კიდევ ვინმე ხო არ გამორჩა. ლაურა რამოსონ დავახსენო. ლაურა არის იტალიელი, რომელსაც გერმანელი დედა ყავს. ესეც არის კომედია და სკეჩები. ლაურამ დამაჩემებინა იტალიური აქცენტით საუბრობს ინგლისურად. და დამაჩემებინა calm down. ესე იგი, დავდივარ და ვიძახი calm down. განავინმეს ველაპარაკი. არა ესე. დღეში 3-4 ჯერში გარაში გესე რომ random. calm down. საოცარი სკეჩები აქვს. იტალიური აეროპორტის სკეჩები აქვს. რაღაცა საოცარი. ეს იტალიელი ბორტგამცილებლების და ეს სხვა ავიახაზების წარმომადგენლების ორ იტალიელებს. Next, you wanna to fly to Paris? Paris. Are you sure? დანიელ ადამს დარწმუნებული ვარ, ჩემი წარდგენა არ სჭირდება ისე რაც ალბათ ყველა იცნობს და უსმენთ უფრო სწორად. დანიელი ზის თავის მანქანაში საჭესთან გზაშია და საოცარი პლეილისტი აქვს, რომელსაც თვითონაც ყვება ხოლმე და მღერის და დანიელი არის ჩემი ადგილი ძველი მივიწყებული სიმღერების აღმოსაჩენად და ჩემი მუსიკალური პლეილისტის გადასახალისებლად. მაგისტრის მივაკითხავ ხოლმე დანიელს, იმიტომ რომ ყოველთვის არ ვიცი როგორ იცის და ხვდება რომ ზუსტად ეგ სიმღერა მჭირდება იმ წუთას, მაგრამ ძალიან მივიწყებულ სიმღერას ზუსტად ისეთ დროს ამომიგდებს ხოლმე, რომ thank you. არონ პარნას უსმენ ხოლმე breaking news. We have breaking news. რა ხდება ყოველდღიურ პოლიტიკაში, საერთაშორისო ურთიერთობებში, ამერიკულ პოლიტიკას ფარავს განსაკუთრებით, ყოველდღურად კი რა საათში ერთხელ. მართლა. News-ებს საათში ერთხელ. არანი არის ეგეთი ადამიანი და სხვათა შორის მისი საუნდი we have breaking news ძალიან ვირალური იყო რამდენიმე თვის წინ მეც მაქვს სხვათა შორის ერთი ვიდეო მაქვს საუნდით Instagram-ზე და dollar tree დინა უნდა ვახსენო კიდე დოლარის მაღაზიების ქსელი ამერიკული რაღაცას გავს საქართველოში სადაც დარწმუნებული ვარ აქ 1 ევროიანი მაღაზიების ქსელი რაც არის მაგალითად გერმანიაში დოლარის მაღაზიების ქსელიდან სადაც საკვები პროდუქტები იყიდება ნუ ამერიკაში არა მხოლოდ, მაგრამ იქ საკვები პროდუქტებიც იყიდება, აქ ჩვენთან 1 ევროიან მაღაზიაში მე მგონი მხოლოდ აქსესუარები და სახლისთვის რაღაცები იყიდება, ამერიკაში ცოტა სხვანაირად არის. ამზადებს ვახშამს კერძებს ზოგადად, მაგალითად მაქვს $20 ბიუჯეტი. მიდის დოლარის ერთ-ერთ ფილიალში, ყიდულობს $20 რაც მოსდის ინგრედიენტებს და ამზადებს მაგალითად ვახშამს 4 ადამიანისთვის. და ძალიან პოპულარულია TikTok-ზე, იმიტომ რომ დღევანდელი ეკონომიკა გვესმის და ფინანსურად რა სიტუაცია მთელს მსოფლიოში და ამერიკაშიც ასევე განსაკუთრებით და ძალიან ავთენტურად ამზადებს, აი მაგალითად Thanksgiving-ისთვის, შობისთვის, ახალი წლისთვის, სხვა დღესასწაულებისთვის, რომ ადამიანებისთვის, რომლებსაც ფინანსურად არ აქვს შესაძლებლობები, რომ უფრო ძვირიანი პროდუქტები შეიძინონ და შვილები ყავთ, ბავშვები ყავთ, ოჯახი და ანუ ეს სადღესასწაულო სუფრა და კერძები, რომ რაღაცა იდეები მიაწოდოს, რა შეიძლება რომ მოამზადონ განსაკუთრებით ასეთ დღეებში და ისედაც ყოველდღიური რეცეპტები და ძალიან პოზიტიური ადამიანია. ძალიან პოზიტიური ადამიანია. სხვათა შორის კერძებს ხა არის ხა არ ვიცი ჩვეულებრივ სუპერმარკეტში რომ შეხვიდე და იყიდო ის ინგრედიენტები იმ რეცეპტებისთვის რაც მას აქვს და ნუ შენ როგორ შენს თავს და შენ სიტუაციას მოარგო. ძალიან სასიამოვნოა სხვათა შორის და ბევრი მადლიერი გამომწერი ყავს, მაგრამ ერთ-ერთი კიდე იდეალური მაგალითი არის ის, რომ თუ არ გაინტერესებს და შენი არ არის საერთოდ რა გინდა ამ ადამიანის არხზე, ეგ არხი არის ამის არაჩვეულებრივი მაგალითი, რომ აი
ადამიანი იწყებს ვიდეოს ჩაწერას $20 ბიუჯეტი მაქვს. მივდივარ $1 სუპერმარკეტში ინგრედიენტების შესაძენად. რომ 4 ადამიანისთვის მოვამზადოთ საშობაო საშობაო ვახშმისთვის კერძები. აი ამ ტექსტით რო ვიდეოს იწყებ. და პირველი კომენტარი. აი ცოცხალი ხილი და ბოსტნეული რო იყიდოთ, ხო იცით ბავშვებისთვის ეგ როგორი მნიშვნელოვანია. გალო. ხო ჯამრთელად ხარ. ანუ არ ვიცი ხა ქართულ ლარებში რო გადაიყვანო ხა არ ვიცი ქართულ სუპერმარკეტში არ მიყიდია წლები ალბათ არაფერი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ანუ 20 აქ რო წარმოგიდგინო €20 გაქვს და 4 სულიან ოჯახს ვახშამი უნდა გავუკანო. საერთოდ როგორ უნდა გააკეთო როგორც წარმომიდგინე, იმიტომ რომ €20 არ ვიცი რა უნდა ნახევარი კილო ქათმის ფილე ღირს €7. აი გოგო ცდილობს რომ აი ადამიანებს რომელსაც არ აქვთ და სხვათა შორის ეგ არხი მე ამომიგდო უბრალოდ აბსოლუტურად სხვა კრეატორის ვიდეო რომელიც საუბრობდა რომ გამოწერილი ყავს ეს არხი და დოლარ ტრიში იყო თვითონაც რაღაცას თავისთვის ყიდულობდა და დაინახა დედა რომელიც ორ პატარა ბავშვთან ერთად იყო და ეს ვიდეო ქონდა TikTok-ზე ჩართული და პროდუქტებს ყიდულობდა და ძალიან ემოციური ვიდეო ჩაწერა რომ მივიდა და გამოელაპარაკა და უთხრა რომ მეც მისი გამომწერი ვარო და ის ქალიც სრემლებით ატირებული როგორ უყვებოდა რომ როგორი ბედნიერია რომ ეს არხი აღმოაჩინა იმიტომ რომ წარმოდგენა არ ქონდა რა უნდა გაეკეთებინა ბავშვებისთვის შაშანელ ამბავს გიყვებით აი შაშანა ზუსტად ეს საშობაო საახალწლო პერიოდში რა ის საშობაო ვახშმისთვის არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა ბავშვებისთვის იმიტომ რომ არ აქვს ფული რომ რაღაცა ესეთი სადღესასწაულო ვახშამი მოამზადოს თქვათ ბავშვებისთვის და რამდენად ბედნიერი იყო რომ ეს $20 ბიუჯეტით მართლა რეალური რეცეპტი იპოვა ინტერნეტში, იმიტომ რომ ასეთ დროს ერთად არის ხო ალბათ ესა როგორ მოვამზადოთ მთლიანი ქათამი ღუმელში და რაღაცა ესეთ რეცეპტებს შეხვდებით უმეტესად ასეთი სეზონისთვის და ასეთი დღესასწაულებისთვის, ხო? როცა კრეატორები ფასებს დიდად არ აქცევენ ყურადღებას და გონიათ რომ თვითონ თუ შეუძლიათ ან თვითონ თუ ბრენდმა გამოგზავნა, ესე იგი ყველა შეუძლია რომ იყიდოს. ან ფასი არც ისიან, საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ. უმეტესად ხო რეალობას მოწყვეტილები არიან. ხო და ის იმ ვიდეოდან მოყოლებული მყავს გამოწერილი. არც დოლარ ჩვი გვაქვს აქ. დიდად არც კერძებს არ ვამზადებ, არც 4 არ ვცხოვრობთ ერთად. ანუ მაგ მხრივ საჭიროება არ მაქვს, მაგრამ უბრალოდ იმისთვის რომ აი დავალაიქო, გავაზიარო, ვუყურო, ბევრი ეგეთი ადამიანი გვჭირდება ინტერნეტში. ადამიანები, რომლებიც ფასებს არ აიგნორებენ. ადამიანები, რომლებიც რეალურად იციან სუპერმარკეტში რა ხდება. პროდუქტები რეალურად რა ღირს. უამრავ არაჩვეულებრივ კრეატორს იპოვით, რომლებსაც არაჩვეულებრივ რეცეპტები აქვს, შეება თვითონაც თავისი რეცეპტები და არ იმეორებს ვიღაცა სხვის ან რაღაც, მაგრამ ისეთი ინგრედიენტების სიას დაგიდებენ, რომ ბიჭო, საერთოდ ქვეყანაში თუ იშოვება ეს არც ვიცი. ხო და ამიტომ ძალიან სიამოვნებს რომ ესეთი არხი არსებობს და ესეთი პოზიტიური ადამიანს აქვს ეგ არხი ძალიან სასიამოვნო მოსასმენია მისი ხმაც და როგორი სითბოთი და მორიდებით საუბრობს ამ ყველაფრის შესახებ რომ ვიღაცას თავით სულად არ აგზნობნოს იმის გამო რომ $20 უნდა მოამზადოს 4-5 ადამიანისთვის ვახშამი ხო ხდებით ანუ ძალიან ავთენტურად და გულიდან რომ მოდის და არა გამაღიზიანებელი აი ეგეთი კონტენტი აქვს. კარგით მეგობრებო, დღევანდელი ვიდეოსთვის სულ ეს იყო. იმედი მაქვს საინტერესო ვიდეო გამოვიდა, ცოტა განსხვავებული რაღაც ისეთი რაც აქამდე არ გამიგეთებია ჩემს არხზე. პირველი წელი იყო წელს, როცა მსგავსი ვიდეო ჩავწერე. იმედი მაქვს რომ საინტერესო ადამიანების აღმოჩენაში დაგეხმარეთ. თქვენგანაც ველოდები სხვადასხვა კრეატორების შემოთავაზებებს კომენტარების სექციაში, ვინ არის თქვენი ფავორიტები, ვის უყურებთ, ვის უსმენთ, სიამოვნებით გამიზიარეთ, იქნებ მეც აღმოვაჩინო ახალი საინტერესო ადამიანები. თუ YouTube არხები აქვთ ამ ადამიანებს სიამოვნებით მონიშნეთ პირდაპირ კომენტარების სექციაში, რომ იოლად ვიპოვოთ მათი არხები. მე კი ახლა შემდეგი ვიდეოს ჩაწერას გავაგრძელებ პირდაპირ, რომელიც ისევ ამ კვირაში აიტვირთება, როგორც იცით დეკემბერში კვირაში 2 ვიდეო მაქვს და შემდეგი ვიდეო კვირის ბოლოს იქნება ფავორიტი ფილმები და სერიალები, შოუები 2025 წლიდან. ეგ ვიდეო ერთხელ უკვე ჩაწერილი მაქვს და ბევრს მოგეწონათ და ჩემ ფავორიტი თემა არის ნამდვილად, რომელზეც სიამოვნებით ვსაუბრობ. ამიტომ კიდევ ერთხელ წელსაც ჩავწერ ამ ვიდეოს და გესაუბრებით მაქსიმალურად 2025 წლის ფილმების და სერიალების შესახებ, მაგრამ როგორც ხშირად ხდება ხოლმე ესეთ ერთ უქმეებზე რომ ჩაუჯდება ხოლმე ადამიანი და ძველ საინტერესო ფილმებს და სერიალებს აღმოაჩენს და მე ფიქრობს 2016-2015 ეს აქამდე როგორ არ ვიცოდი. ეგეთი ფილმები და სერიალებიც მექნება რა თქმა უნდა თქვენთვის და მათ შესახებ შემდეგ ვიდეოში გესაუბრებით. ამიტომ თუ ეს თქვენთვის საინტერესო თემა არის, არ დაგავსოთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება. ამით ძალიან ეხმარებით ჩემს სახს და ყველას ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. დღესთვის კიდევ სულ ეს იყო, დიდი მადლობა რომ ჩემთან ერთად იყავით და გნახავთ ჩემს შემდეგ ვიდეოში. ჩაო!